მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ რატომ ცხოვრობს ის ადამიანი თქვენს გონებაში. და ამაზე ვკითხოთ ჩვენ მაღალი ძალების თვალსაზრისად, ხო? ვკითხოთ ახლა ჯერ მაღალ ძალებს რა ხდება თქვენს შორის, აი ეს როგორ უყურებენ ეგენი თქვენ სიტუაციას. რა ხდება თქვენთან ახლა საერთოდ ურთიერთობაში. აი ეს იქნება ჩვენი პირველი მთავარი კითხვა, ხო? შემდეგი ეს ჩემი ორი არაჩვეულებრივი დასტა, რომელიც მომწონს ძალიან ურთიერთობაზე. შემოსწავლებს კი ვუთხარი რა. მაგარი დასტებია რა. Так, მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ ვნახოთ თქვენი, აი ასე მინდა ავიღო რა, რადგან მაღალ ძალებს ვეკითხებით, მოდით ჩვენც ასე ვეთქვით, რომ ეს დასტები ძალიან მომწონს მე სულების დონიდან რა. აი, რადგან მაღალ ძალებს ვეკითხებით, ანუ რა ხდება თქვენ შორის, მაშინ ვკითხოთ მაღალ ძალებსაც ეხლა როგორ ხედავენ ეგენი თქვენ, აი საერთოდ დაუშვოთ ეხლა თქვენი გოგოს ენერგია ეხლა მაღალი ძალების თვალსაზრისით, პლუს კიდე ვკითხოთ რატომ თქვენ დაუშვათ ასე ხართ განწყობილი ფიქრებში, აი თქვენი ფიქრები, თქვენი აი ეს ყველაფერი მოდით სულის დონიდან ავიღოთ რა, აი ეს რაღაც ამაინტერესებს და პლუს კიდე ავიღოთ კაი, იყოს ჯერ ესე, მე ვნახოთ. იგივე ავიღოთ პარტნიორისგანაც ენერგია მისიც ავიღოთ ეგრევე. მაგას რაღაც ძალიან ჩქარა უნდა ლაპარაკი, რაღაცა უნდა გითხრათ. Так, შევხედოთ მაგას ახლა. ანუ პარტნიორი ესე იგი სულის დონიდან ახლა რა ენერგია აქვს? რატომ ასე ფიქრობს და რატომ ასე გრძნობს ახლა თავს? Ну всё, კარგით. და მერე უკვე ვკითხავ მე მაღალი ძალების თვალსაზრისით. всё, კაი, დავიწყოთ და მერე. Так, აქ გრძელი გაშლები გვაქვს, ვინცაც არ უყვარს, გამორთეთ და მეორე არხზე გადადეთ, იქ არის გაშლები. გაშლები არის აქ, გრძელი იქ მოკლე, всё. Так, всё, შევიდე გაშლაში და უკვე წამოვიდა ინფორმაცია, ნახეთ რა ხდება. აქ პირველ რიგში ეხლა არის რა? აქ რომ იცოდეთ რა ხდება თქვენს შორის. მაჩვენებენ ეგრევე, რომ თქვენ ხართ ეხლა შორს, მაგრამ ეს სიტუაცია, რომელიც ეხლა შეიქმნა, აქ არის ბიჭისთვის, იცოდეთ. იმიტომ რომ ჩვენ როცა გავდივართ რაღაცა გაკვეთილებს, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ორივეს ცხოვრებაში მოვხდით იმისთვის, რომ დაუშვათ, იმისთვის, რომ გავიაროთ რამე, გაკვეთილები ასე წოდებული, ხო? არის პერიოდი, როცა ჩვენ დაუშვათ, აი ყველაფერი თქვათ, აი აწובה ერთ პარტნიორს, თქვათ გოგოს, ახლა გოგოს ვაფშე უფრო მეტად რა თქმა უნდა არ ტყავენ ხოლმე და იმიტომ რომ ჩვენ უფრო ემოციურები ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ არის პერიოდი, როცა თქვენ შეიძლება თავს გრძნობთ მშვიდად, ჩვენ ახლა ვნახავთ და ბიჭი არის რაღაც აი უცნაურად ასე თქვათ იქცევა. შეიძლება ახლა ფსიქოლოგიურადაც მაგას მილიონაირი ახსნა აქვს, ჩვენ უყურებთ ახლა ეზოტერიკულად. აი ასე მოდით მოვილაპარაკოთ, ხო? იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, აქ ბიჭი ახლა ზის იეროფანტში, იმიტომ რომ აი სულ მაგაზე მიდის ახლა ეს პროცესი რა გავაკეთო, რა მჭირს, იმიტომ რომ აქ ახლა იეროფანტში ღმერთო იმპერატორში. რატომ თქვენ ახლა აი აქ მიზეზი კიდე უფრო გამიხსენეთ? რა უნდა ქნას? ხო. ესე იგი, აქ უნდა შეიცვალოს ამისი მიდგომა. ნახეთ, აქ ადამიანი არის როგორი ტიპი, იცით რა? ცოტა ეგოისტი.
ადამიანი, რომელიც არის აქ ახლა მე საერთოდ ძალიან მიყვარს მე-15 არკანი, მაგრამ აქ მაჩვენებენ ახლა ამ წუთში რა ასეცით მიწიერ დონეზე, ჩვენ ხო სულის დონეზე ვიკითხებით. აქ ამან უნდა შეცვალოს მიდგომა. იმიტომ რომ აი აქ ნახეთ, ძალიან მაგარი პროცესები მიდის რა მაგასთან ახლა, ეგრევე გვაჩვენეს რა. იმიტომ რომ აი ახლა 1 2 3 4 6 კარტიდან 4 მაღალი არკანია. შეხედეთ. ადამიანი, რომელიც არის მიჩვეული იცხოვროს თავისი ცხოვრება, როგორც მას უნდა რა. როგორც მინდა ისე მოვიქცევი, რანაირადაც მინდა ისე მოვიქცევი. ანუ ყველაფერი აი თითქოს როგორ აი ადამიანი, რომელსაც საერთოდ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს რა. კი, შეიძლება რაღაცა კანონები რამე რომე თქვა, იცოდეს, მაგრამ უფრო მიწიერია, მიხვდით? და აი აქ იმიტომაც ახლა მე ვფიქრობ, რომ თქვენ ვინახართ მისთვის. ვინახართ თქვენ მისთვის. კი, ამას მაჩვენებენ, რომ ამაზე მიდის მუშაობა, გასაგებია. ეხლა სხვა რაღაცა ვკითხე და მაგაზე პასუხობდი. მაგაზე მიდის მუშაობა, ძალიან მაგარი, მაგრამ ეს გოგო ამისთვის ვინ არის? ვარსკვლავი. შეხედეთ, ნახეთ, თქვენ ხართ მისი путеводная звезда. ანუ ვარსკვლავი, რომელიც უმკლავებს მაგას გზას. მიხვდით? თქვენ ხართ, ეხლა თქვენ ხართ აი ეს ქალი, აუცილებელი კი არა ეს იმპერატრიცა მაინც იყოს. აი ეს მე რო ვიძახე ხოლმე ვარსკვლავთა ოჯახიდან როცა მოდიან ერთმანეთთან, ხო? ანუ ჩვენ ხო ხან ის გვეხმარება, ხან ჩვენ ვეხმარებით. ნუ ეს დახმარება კი ვიცით თქვენ, რომ ეხლა ეს როგორც ხდება რა, ნუ რა ვქნა ეხლა ასე მტკივნეულად უნდა გავიაროთ. ეხლა ეს ჩემი მოგონილი არ არის, მაღალი ძალების მოგონილია და ყველა მაგას გავდევართ კი იცით და მაგზებს. ეხლა თქვენ ნახეთ ეხლა რა შვებით, ესე იგი თქვენი ამ სიშორით, თქვენი ნიჭით, თქვენი სილამაზით, თქვენ ხართ ქალი, რომელზეც ეს ადამიანი ოცნებობდა. გაიგეთ? და ეს ქალი მისცეს. ეხლა ნახეთ ეს რა საინტერესოდ მუშაობს. როცა ნუ ყველა ჩვენთაგან გვაქვს ჩვენ აი რაღაცა ჩვენი იდეალი, მოდით ასე რო ვთქვათ, ხო? და ჩვენ ხო მაგაზე ვოცნებობთ, რომ აი დაუშვათ, აი მე ასეთი მინდა, ისეთი რო იყოს, ასეთი რო იყოს და რაღაცა. და ადრე თუ გვიან ჩვენ გვაძლევენ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ აი ეს არის რა. და აი ხშირ შემთხვევაში მაგ ადამიანთან აი იდეალური, ნახეთ, იდეალური პარტნიორი და ჩვენი იდეალი ეს სხვადასხვა თემა. იდეალური პარტნიორი, რომელიც აი მართლა იდეალურად არის ყველაფერი მასთან, თქვათ, ეხლა მზრუნველია. ანუ რამდენჯერ ყოფილა ჩემთან სიტუაციები, რომ გოგოები ტიროდნენ იმის გამო, რომ აი აღარ შემიძლია, ნუ იმდენად მზრუნველია, იმდენად აი ყველაფერი ჯერ ჩაფიქრებული არ მაქვს, უკვე შემისრულა. აი ზოგი ამაზე ხო ვოცნებობთ ჩვენ ეგეთზე, მაგრამ როცა ეგეთი ადამიანი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ მერე უკვე მოწყენილები ვართ, იმიტომ რომ აი ეს დრაივი არ არის, რომ რაც მინდა ყველაფერი არის რაღაც, ნუ აი ესეთი რამე რა. შეიძლება ზოგს თქვა დაყვანის მცემელი ყავდეთ ისეთი თქვა, რომ რომელიც აი ჯერ ჩაფიქრებული არ მაქვს, უკვე всё ყველაფერი აქ 100%-იანი. ბეზრდება. ეს დამიჯერე ძალიან მოსაბეზრებელი, თუ გინდათ სინჯეთ, მაგრამ ძალიან მოსაბეზრებელი. მაგრამ არის ადამიანი, რომელიც არის იდეალური ჩვენთვის. იქციან, რომელი არის იდეალური ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვედით, გვაქვს ჩვენი ამოცანები და ეს ამოცანები ჩვენ რომ გავშიფროთ, ასე ვთქვათ, ჩვენ გვეძლევენ ამისათვის იდეალურ პარტნიორს. მიხვდეთ სხვაობა? მომწერეთ მე რომ მიხვდი რა არის სხვაობა. იმიტომ რომ მხოლოდ იმ ადამიანს მე даже კურსი მაგ აკეთებული ტრენინგი იდეალური პარტნიორთან რატო არ არის განვითარება. და აი ეს იდეალური ჩვენთვის, რომელიც არის, აი მასთან კი არის იდეალური განვითარება. იმიტომ რომ ის გვეხმარება ჩვენი ამოცანის გავლაში. მიხვდეთ, всё, გაკვეთილი. ესე იგი მასწავლებელმა აგიხსნათ, მიხვდეთ, ხო? ეხლა ნახეთ, თქვენს ხართ ეგეთი ადამიანი მისთვის. ანუ ეს ოცნებობდა, თქვათ,
მაგრამ ნუ მისცეს ისეთი იდეალური, რომელიც სჭირდებოდა მას ამ თქვენს პარტნიორს. აი ეს ხარ თქვენ. იმიტომ რომ თქვენი ენერგიებით მაქსიმალურად ეს ადამიანი უნდა მიიყვანოთ იქ, სადაც უნდა მივიდეს და ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ მაჩვენებენ მე-15. აქ უნდა შეიცვალოს ადამიანმა სრულიად, ნუ ბევრი რაღაცები არის დასამუშავებელი. მე ხო გითხარით, უზომოდ მიწიერია. აქ მე-15 მეუბნა დამოკიდებული არის ძალიან მიწიერ დონეზე. გაიგეთ რა ხდება? ანუ ფული, ანუ თან даже როგორ გითხრათ, ნუ აქ მე არ გამოვრიცხა საჯარო გაშლა, ამიტომ შეიძლება დავუშვით ნარკომანიც არის, შეიძლება სვამს, შეიძლება თამაშობს, შეიძლება ნუ რაღაცა შეიძლება ეშმაკის თემა, შეიძლება მატყუარა სიტყვაზე, ხო? შეიძლება თქვათ სულ როგორ არის, იცით, რა ვიღაცამ რამე გამიკეთოს მე ვარ, ნუ ხარიზმა აქვს ესეთი, რომ თქვათ, ან ნუ ფიქრობს, რომ ყველაფერი თუ რაც მე მინდა, ყველაფერი უნდა შემისრულო, ყველა მე ვარ აქ ყველაზე მთავარი, ნუ ასე შემდეგ, ხო ხდები? და ამიტომ ამას ხო სთხოვდა ვარსკვლავი მომეცით. ვარსკვლავი მისცეს. ისეთი ქალი მისცეს, აი, ეხლა ნახეთ, ვარსკვლავს რო უყურებ, ხო? ჩვენ ახლა აქ თან ნახეთ ეს ვარსკვლავს კიდე აქ ერთ-ერთი მნიშვნელობა კლასიკაში მკურნავს, ხო? ერთი და იგივე რაღაც, ნუ აქ შორის აქ ეს ორაკული აქ სხვანაირად იკითხება. ხო სთხოვდა, მიიღო. ეს არის ვარსკვლავი, ხო, როგორია? ესე იგი შენ რო უყურებ და სულ რო გინდა ყურება. შორს არის ლამაზია და სულ რო გინდა ყურება და ანუ იდეალურია, ხო, რაღაცა ისეთი თემა. აი, რამდენი სამუშაო მისცა ამ ვარსკვლავმა და აქ ძალიან მიყვარს საერთოდ მე სუფის გაშლაში რა არის დასტაში, ნახეთ. აქ ზუსტად ეს მიწიერი და აი ეს ჩემთან რო დგას. მიწიერი და აი ეს არის სულილება, სულიერად იცვლება, მუშაობს და იმაზე რომ გამოვიდეს აქ დაამთავროს, უნდა დაამთავროს მან ეხლა აქ რაღაცა პროცესი. თქვენ ეხმარებით. მიხვდით რა ხდება აქ? так, დავიწყო, გავაგრძელოთ ეხლა. так, მომწერათ რამდენად გასაგებად გიხსნით მე თქვენ ხოლმე აი ასეთ პროცესებს. ძალიან მჭირდება ეს, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მე ჩემ მაქსიმალურ ქართულს ვიყენებ თქვენთვის. так, გოგო არის ძალიან კარგი ენერგია. შენახეთ თქვენ პრინციპში როგორ ხართ ახლა, იცით, აქ შეიძლება ეს პროცესი მიდის დიდი ხანია, იმიტომ რომ აი ნახოთ, უნდა შეცვალოს და ეს ნუ გრძელი ის არის რა, პროცესი რა მიდის აქ, მიმდინარეობს მასში და შეიძლება თქვენ უკვე ნუ აქ მაჩვენებენ რომ უკვე ამთავრებს, მაგრამ გოგო არის აი უკვე მაღალი ძალების თვალსაზრისით განულებული. მზად არის ახალი გზისთვის. მაღალი ძალები უკვე ხედავენ რომ აქ შენ ნახეთ რა ხდება, გოგოებო. მოდით ისე მაინც ვკითხავ მე, აი მზად თქვენ როგორ თვლით რომ მზად არის ახალი გზისთვის სხვა ადამიანთან თუ ისევ ამასთან? აი ეს მინდა ვკითხო. ჩვენ ვკითხვა გვაქვს კიდე რატომ ყავთ თქვენ ეს სულ თავში? მოიცადეთ. აი მე ერთი ვკითხვა აქ დავსვა, მე მოიცადეთ. სულ რატომ ყავთ ეგ თავში? არა, მე ვკითხავ ამაზე. იყოს. ნული. კაი, მითხარით ახლა, ესე იგი მაღალ ძალებს ვეკითხები, ახლა მე. ეს გოგო თქვენი თვალსაზრისით მზად არის, რომ უკვე ახალ ურთიერთობაში წავიდეს თუ განულდა იმისათვის, რომ უკვე ამასთან გააგრძელოს გზა. ამასთან. კი.
ამასთან. იმპერატრიც დანერვიანი არის აქ ხმალების იმპერატრიც ელოდება არსად არ მიდის. უბრალოდ თქვენ შეტყობა, აი, ნახეთ, ზის და ელოდება, როდესაც ჭკუაზე მოვა. ელოდებით მაგას, მაინც ელოდებით. ანუ ესე იგი თქვენში, ესე იგი, აი, იმიტომ გითხარით, რომ ნახეთ, თქვენ უკვე ეხლა ამ სიტუაციაში თქვენ უკვე всё, თქვენ რაღაცა გაიარეთ. თქვენ უკვე განულდით, მიხვდით? ეხლა მაგაზე გადავიდა ეხლა სიტუაცია, რომ მან უნდა თავის პროცესები გაიაროს. იმიტომ არის, რომ თქვენ განულდით. თქვენ უბრალოდ ზიხართ და ანუ ელოდებით როგორ ვიძახე, იცით, აი გოგო ლოდინი ისე რომ თქვენ იჯდეთ და ვაიმე მომწერა, არ მომწერა, ვაიმე ჩამოვა, არ ჩამოვა, არა. ნუ პრინციპში აქ განულებულია, რო არის უკვე აღარა ხარ ისე რომ თქვათ, აი ძალიან აი რა ვიცი მიჯაჭვული. ოკეი. ფიქრეთ, თქვენი მაღალი ძალების თვა. ნუ ფიქრები რა, როგორ აი კი ბატონო, რომ აქ ვარ ჩუმად. ის არის ჩუმად, მეც ჩუმად ვიქნები და პრინციპში მაღალი ძალებიც ეგრე ფიქრობენ, რომ ჩუმად არის და შენს ჩუმად იჯექე. რატომ? იმიტომ რომ ასეა საჭირო, იმიტომ რომ შენ უკვე შევსებული ხარ. всё. შენი დაამუშავე. შენ რო იქნები ესეთ ენერგიებს შევსებული, ის მერე შენ ნახე უკან ზის და გიყურებს, ხო? შენ რო იქნები მთლიანად შევსებული, შენ რო შენი ცხოვრება შევსებული გაქვს, ხო? ის მერე რა თქმა უნდა, ანუ ნახეთ როგორ მუშაობს საერთოდ ეხლა, როცა ურთიერთობაში ხო არიან, მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალის როლი, თან თქვენ ვარსკვლავი, თქვენ მიყავთ პარა, თქვენ მოყვება ეს, ანუ თქვენ როცა ხართ, აი ასე ჩუმად ხოზი ხართ, უნდა იჯდეთ ჩუმად, ასე თქოს, უნდა იჯდეთ ჩუმად. იმით და თქვენ უნდა გქონდეთ შევსებული ცხოვრება. რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ ეს გიყურებს. თქვენ როცა ხართ სუფთა კარგ ენერგიებში, თქვენ რო ხართ თქვენი ცხოვრებით დაკავებული, თქვენ რო თქვენი განვითარებით, თქვენი რაღაცებით, უკვე ამაზე ეს მოქმედებს. ჩვენ სულის დონეზე უყურებთ, ხო ხდებით? ამაზე ეს მოქმედებს, ეს რო გიყურებს და ხედავს, რომ შენ ყველაფერი კარგად გაქვს, ხო? ყველას ჩვენთაგანს გოგოებო, მოდით აი მარტივად. აი ხა თქვენ რო დაგიყენონ ორი მამაკაცი სიტყვაზე, ხო? და გეტყვენ, აი ეს არის სლოთი, უსაქმური, ვაფშე საერთოდ არც სამსახური, არც ფიქრობს, აი ძალიან ისე. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს, მოგზაურობა უყვარს, მეგობრებთან დროს ტარება უყვარს, აი ძალიან ისეთი ნაკითხი, ჭკვიანი, რომელს აირჩევ, ძალიან მაინტერესებს, ხო? კაცმა რატომ უნდა აირჩიოს სხვანაირი ქალი, ძალიან მაინტერესებს რა. შენ თუ ხარ ზიხარ, ტირი ხარ, შენ თუ არ ვითარდები, შენ თუ არაფერი გაინტერესებს, შენ თუ თავს არ უვლი, შენთვის თავს არ უვლი, შენ თუ დაუშვათ არაფერს არ კითხულობ, არაფერი და ზიხარ მარტო და ტირი ხარ, რატომ უნდა უნდოდეს, თქვათ, ადამიანს შენთან მოსვლა, просто მითხარი, აი რისთვის, რომ დაგიჯდეს გვერდზე და იტიროს შენთან ერთად, ნუ მაქსიმუმ სექსისთვის მოვა, ოკეი. ამიტომ თქვენ როცა ადამიანი, რო თქვათ, ზის აქვს თავის პროცესებში, ხო? ამ დროს პირიქით უნდა იყო როგორ, კარგადაც უნდა გამოიყურებოდე. უნდა კიდევაც რაღაცა წაიკითხო, განვითარდე, მეგობრებთან წადი, სადღაც თქვათ თუ მოგზაურობაში გაქვს საშუალება წადი, ანუ ეს უფრო მიმზიდველია, რა თქმა უნდა, ადამიანი ხედავს, რომ ეს ქალი ნახე რა დონის ქალი, მეც ეგეთი მინდა ვიყო. ან მე რო ვიყო ამ ქალთან, მე უნდა შევიცვალო. ხო? მე რაღაცა უნდა თუ მინდა მასთან მე ყოფნა, მე რაღაცა უნდა გავაკეთო. აი ეს ძალიან პრიმიტიულად გიხსნით ახლა, ხო ხდებით რა? და აი ზუსტად ამას გვაჩვენებენ შენ მიეცი საშუალება მაგას იჯდეს თავისთვის იფიქროს და შენ ადექი და დაკავდეს შენი საქმე, შენი შეავსე შენი ცხოვრება პოზიტივით. მიხვდით? ხო, აი даже არც უნდა აი აქ არ არის საჭირო რა.
ეხლა ნახეთ კიდე განდეგილი. არ არის საჭირო ეხლა ამას მიწერო, როგორ ხარ, რატო მაიგნორებ, რატო ხარ ჩუმად, რამე ხო არ გიჭირს, თუ გიყვარს, აი აქ სიყვარული მაღალი ძალები, თავი მას დაანები რა. იჯდეს ეგ თავის პროცესებში. უნდა გაიაროს, იქ მიდის მუშაობის, ეს როგორ არის, იცი? აი, კარხანა რო მუშაობს, ხო არის რაღაც სტრატეგიული კარხანა. მუშაობს და შენ ახლა ვდრუგ მოდიხარ და მოდეთ გამოვხდეთ რაღაც დაისვენოს და იქ ყველაფერი პროცესი ჩავარდა. მიხვდით? არის რაღაც ესეთი სტრატეგიული ობიექტები, ის გაჩერება არ შეიძლება. მიხვდით? ხო და ამიტომ გეუბნებიან, რომ მაგია არის, ნახეთ, თქვენ ზიხართ, წიგნი გიჭირავთ ხელში, რაღაცას შვებით. ის ზის წიგნები უკან აქ. ვერ ხედავს. თავი დაანები რა. არ არის საჭირო, რომ შენ უკარავ ჭკვიანი ხო ხარ? ოკეი, იყავი ჭკვიანი, იმას თავი დაანები, იყოს ის თავისთვის, თვითონაც მაგას მაღალი ძალები მიხედავენ. გამიგეთ? აი ეს არის მნიშვნელოვანი. რო არის აი ამ დროს არ არის საჭირო თქვენ რო დედიკოები ჩართოთ და ხო იქ მშიერი და მწყურვალი ხო არ ზის, ხო არ ცივა, ხო არ წყურია და ასე შემდეგ. ის არის იმპერატორი. უნდა გახდეს ეს ადამიანი. ანუ პასუხისმგებლო პენტაკლების მეფეს ანუ ეს არის როგორ იცით, არის ალმასი, ეხლა უნდა მისგან გააკეთონ ბრილიანტი. ამას უჭირდება პროცესი. ამაზე მუშაობს, ახლა პროცესი მიდის, ხო? რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა საჭირო, რაზეც იყო მიჩვეული, რაზეც იყო ეს დამოკიდებული, ხო? ეს ყველა ამისგან უნდა განთავისუფლდეს. მიხვდეთ და თქვენთან მოვიდეს უკვე აი ასეთი ენერგიებით რა, კარგად. ვარ. ამიტომ თავი დაანებეთ. ნახოთ მისი პროცესები. თვითონ რა ენერგიაში. აი ზუსტად ამ ენერგიებში არის ეგა, ნახეთ, ეძებს გზას ვეძებ მე, ნახეთ, ვარსკვლავი უნათებს გზას, ეს მიდის მიყვება, პროცესები მიდის. ახლა აქ არის როგორი სიტუაცია, მე შეიძლება ვერ ხედავს, ნახეთ, აი რა საინტერესო აღმოჩნდა. შეხედეთ, აქ ვარსკვლავები. ხედავთ? აი მისი ვარსკვლავი სად არის? და ეს დგას და უყურებს, მიდი, მოყვები და გამინათე გზა გამინათე. რითი გაგინათებს გზას, აი რაც გითხარით იმით, რომ არა შუქი პირიქით ჩვენ ჩავაქრეთ. ჩვენ შუქი ჩავაქრეთ ვარსკვლავებმა და თვითონ ეს შუქები აანთოს. თვითონ აქ ვანათებს ეს ვარსკვლავი მაინც. თვითონ კიდე თუ მეტი უნდა აგერ აანთოს. აი, ნახეთ, მუშაობს. პროცესი, ნახეთ, კარტარო როგორ ლაპარაკობს, ნახეთ, აქაც 7-იანი არის პენტაკლების, აქაც 7-იანი პენტაკლების. ხო გითხარით? აქ რო გითხარით, რომ წამიდეს პროცესი, მუშაობს ადამიანი, ფიქრობს, თავი დაანებეთ. პენტაკლების მეფე და აქაც არის აქ ადამიანი ზის მოლოდი, აქ მუშაობს, აქ ზის ფიქრობს, დრო სჭირდება, ფიქრობს. სიყვარულს რაც ეხება, მაღალი ძალები ამბობენ. ჩვენ ამაზე მუშაობთ. სულ სხვანაირი განახლებული უნდა გამოჩნდეს ეს, სულ სხვანაირი. ჩვენ მის გვერდით ვართ. შენ არ ენერვიულო. კაი, ვკითხოთ ახლა, რატომ სულ არის ეს ადამიანი შენს თავში? დაუშვოთ გიგა ბატონო, ნუ გავიგეთ, მაგრამ ნუ რადგან ვთქვი, ვკითხოთ მაღალი ძალების თვალსაზრისით. რატომ არის სულ ეგ ადამიანი თქვენს თავში? ნუ გიყვართ, რა თქმა უნდა, აღმაჩნდებიან, რომ გიყვართ ეს ადამიანი, ელოდებით იმ მომენტს, რომ თქვენ ახლა, ნუ პრინციპში როგორ ხართ, მე მზად ვარ, ვიყო ჩუმად, ოკეი, მე ვარ მზად ჩუმად, უბრალოდ მინდა რომ ნამდვილად მან ეს გაიაროს, რა ეს პროცესი, იმიტომ რომ გიყვართ ეს ადამიანი,
ну, თქვენ კიდე შეიძლება ამაზე ნერვიულობთ ზოგი და ასე შემდეგ, მაგრამ და ფიქრობთ, მაინც გინდათ, იცით რა, როგორი მომენტი არის. თქვენ კი გიყვართ, მაგრამ აქ სხვათა შორის ბევრს გაქვთ ეს თემა, რომ არ ვიცი რამდენად შეიცვლება ეგა და რამდენად იქნება ისეთი, როგორიც თქვათ, ეხლა, ну, მინდა რომ დავინახო ჩემს გვერდით. ну, კიდე გაქვთ ეს ნერვიულობები იმაზე, რომ თქვათ, ეხლა თუ სვამს თქვენი ადამიანი, თქვენ ეს იცით, თქვენ მაგაზეც ნერვიულობთ, კი ბატონო, მაგრამ აქ გეუბნებ ეს რას მეუბნებ, მე მაგას უნდა კი პენტაკლების დედოფალს უნდა უთხრა, ჩუმად იყავი. ჩუმად იყავი. თუ გინდა რომ მასში აი ეს დინოზავრი უკან არის, მოკვდეს და ანუ დინოზავრი აქ მე даже შემიძლია როგორც აი ეს მე-15 ენერგია, ხო? თუ გინდა რომ მან ეხლა ეს ჩუმად არის, ჩუმად, ხო? და თქვენ ნერვიულობთ, ხო? მაგრამ აქ თქვენთვის არის ეს გზავნილი. თუ გინდა შენ რომ რამე შეიცვალოს მასში, ხო? დაკავდეს შენი საქმეებით, როგორც გითხარით წეღან. და რა იქნება მეთქი ვეკითხები, მაღალი ძალები, ნახეთ მე 20 არკანი მე-6. ჩვენ მივხედავთ, ჩვენ აქ შევცვლით სიტუაციას, ჩვენ აქ ყველაფერს მივხედავთ, ჩვენ მუშაობთ მასზე. და მოვა ეს განახლებული, ნახე, აჰა, მე-3 არკანი არის, უკვე ისე, ჩვენ მუშაობთ, ჩვენ დრო გჭირდება. ჩვენ ამაზე მუშაობთ, ვკურნავთ მაგას, ეხლა ჩვენ. შენ შვიდად იყავი, წყნარად იყავი, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, როგორც საჭიროდ, სიყვარულით ვაკეთებთ. 3 მაღალი არკანი, მაღალი ძალები, ნახე, თან ეს დასთა როგორც წამოვიდა. ჩვენ მშვენივრად ვმუშაობთ მაგას, ჩვენ ეს ადამიანი გვიყვარს, ჩვენ ცუდი კი არ გვინდა, ეს ჩვენი არის, ჩვენი შვილია, ჩვენია, ეგაც, როგორც შენ ხარ ჩვენი, ისე ჩვენია. ამიტომ კი შეიძლება პროცესი მიდის ნელა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს. კარგით, მაშინ რჩევა ამ გოგოს. კიდე ერთი რჩევა. ორიანი თასების. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. პროცესს დავამთავრებ, დაელოდე ამ პროცესს, დაელოდე. იმიტომ აქ რას მაჩვენებენ, იცით, მარტო ეს კი არა ყავს ჩვენ აქ დასამუშავებელი, ნახე რამდენი არიან. გოგოებს უყურებთ თქვენი კაცები აგერ არიან, გეფიცებით, აქ ნამდვილად ბევრს უნდა რეზონირდეს ეს გაშლა, გეფიცებით ყველაფერს რა. აქ თითქოს ახალ გზაზე უნდა გავიყვანოთ ზამაგარდასთან რა. ახალ გზაზე უნდა გავიყვანოთ, ესა და ანუ ეს როგორი თემა არის, იცით, როცა მიდის ტრანსფორმაცია, წარმოიდგინეთ, რომ აი თითქოს ეხლა აი ხო ესე ნუ აი თავიდან ვაიმე რა ცუდი რაღაცა მომდის. უნდა შეტენონ და გამოვიყოთ. გაიგეთ, ანუ რაღაცა უნდა მოხდეს აქ მაგისი ცვლილება რა. და ჩვენ ამაზე ვმუშაობ, შენ მშვიდად იყავი რა. და იყავე შენ მშვიდად, მქონდეს ეს გულში სიყვარული და აქ რა მაგარია, ნახეთ, აი გოგო ნახეთ, გოგო დიდია და ბიჭი აქ პატარა ბავშვი არის და ეს არის ორიანი იმისი თასების რა. ანუ იყავი რა ამ შენ ენერგიებში რა, იყავი სისუფთავეში, იყავი და დაელოდი მეეცე ამას დრო რო დაიბადოს თავიდან. რო ეს შენი სიყვარული გარდა так, როგორ არის პირირაჯიცა. ну მიხვდეთ რა, დაწერეთ, ანუ გარდაიცვალოს კი არა, შეიცვალოს, თავიდან დაიბადოს. მიხვდეთ? და ამისთვის მიეცეთ დრო. მშვიდად იყავი. იმიტომ რომ ბევრნი არიან აქ, ბევრნი არიან და ამიტომ ყველაზე ვმუშაობთ. და რა იქნება კიდე მითხარით, კიდე რა რჩება. რა აი, всё, ტრანსფორმაციას გაივლიან ახლა ეგენი. ტრანსფორმაციას გაივლიან, მოვა აგერ პენტაკლების უნდა გახდეს მეფე, რო აი, აქაც პენტაკლების მეფე. კი ბატონო, ახლა ამას კი ეშინია. მაგრამ ჩვენ მის გვერდით ვართ.
აი მის გვერდით ვართ ჩვენ, სულ ყველა აბსოლუტურად მთელი საგვარეულო აქ ავართ, სიყვარულით, აქ საგვარეულო მუშაობს ამაზე და რატო ასე ნერვიულობ და წვალობთ? ნუ იმიტომ რომ უკვე დრო მოვიდა, რომ უკვე ცვლილებები მოხდეს მის ცხოვრებაში. უკვე დრო მოვიდა რა, ძალიან დრო მოვიდა, რომ აი ცვლილებები ნახეთ და მე-16. დრო მოვიდა უკვე და ჩვენ დავეციეთ, არ უნდოდა მაგას, მაგრამ ჩვენ დავეციეთ. აქ ნახეთ, კაცი გარბის და უკან რამდენი მოდიან ის ანგელოზები რა. რომ უკვე დავეციეთ, ჩვენ რომ შეცვა, ნუ და მოხდეს ეს ცვლილებები, ნუ პრინციპში ის დავიწყე. ნუ შემიძლია გითხრათ მე ვკითხა აი რასთან მივა ეს აქ ყველაფერი მასში სხვათა შორის ამ დროს ეხლა რაღაცები გაიხსნება გოგოება არ გაგიკვირდეთ შეიძლება აი მართლა შეცვლილი მოვიდეს ეს ადამიანი და ამ პლუს კიდე რაც იყო მასში დახურული რომ ვარსკვლავი საერთოდ რა არის კიდე ადამიანი რომელიც აი ამ სირთულეებში და ამ პროცესებში მე იხსნება რაღაც მომენტებით აი აქ ზუსტად გონ ამას აკეთებ და რა იქნება და უნდა აქ რაღაცა გაიხსნება ის რაც იყო დახურული მასში. და მე ვსო, ნუ გამოვარდება და უკვე ეს ახალ დაბადებული მოგივათ თქვენთან. გამოვა ამ თავის რაღაც არა მოდის თქვენთან მოვა ეს ბიჭი. ყველა ვარიანტში ან მოგწერდან. ნუ კავშირი დაელოდეთ რა გოგოებო. დაელოდეთ ეხლა ნუ უშლით ხელს. კი არის ეხლა სიტუაცია რომ კი შეიძლება თქვათ რომ მაშინ მე დავბერდები სანამდე ეს სწავლის აქ რაღაცებს არ დაბერდებით. მაღალი ძალები მაგას მიხედავენ რა. გამოუშვებენ. ეხლა არის პროცესი, უბრალოდ თავი დაანებეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, აი ნახეთ. ჩუმად იჯეკი. ჩუმად